დღემშვიდობის გამარჯობათ. ეხლა მეტყვით დაიკარგეო და თქვენთვის კი არა ხარ დღეს სულ დავიკარგე. მე პატალაკის საწმედები მაგაქამ. გაბეყიდა სიფათი. გამარჯობათ. როგორ ახარ? ეხლა ავიდუღოთ ყავა. დილა არ არის 11 საკლია 10 წუთი. მოდი ეს ძალი შიშინებს და მას ვიზავ რა ქვია. ვადუღანათი დავდგა, გაზზე დავდგა და ეს ხმაურია. ამას ერთი წავით ახლა. დღეს სახლში ვარ. და წესით რომ ადრე უნდა მოსულიყავით თქვენამდე, ვერ მოვედი. და ეხლა გეტყვით მიზეზს. ეცი ჯეტასწრე გავისწორო წინა უკან ხوارბად ვინამბილა. მე ეხლა ეს რომ წინ მეგონა აქ ტიტულა გამომიჩნდა. ყო კარგად ახალბეთ და დავიხედე ეჭვის თვალით კაბა იუბკა მეცვა თუ არა. თლათ ეგებე ძინა მეთი რომ იუბკიჩაც მე დამაგწყდა. ესე იგი ეს დღეები არის შესაბამისად ვიძინებ გვიან. და თან ყველაზე ძალიან მანადგურებს მივხვდი რომ სამსახურის შემდეგ ცოტას კი მოვისვენებ და აი მას ვიზახებ დავისვენებ ხოლმე, მაგრამ სამსახურის მერე ღამის გატეხვა არის კოშმარი. და ეგე მიწევდა ეს დღეები რომ დავიც ძალიან ბევრი საროჭკა დამოგროვდა ხარ. ეხლა კიდე შევამსუბუქი გუშინ და გუშინ. და ვერ დავხატე, ფიზიკურად ვერ შევძელი და ეხლა მაქვს 3, 4, 5, 7 საროჭკა მაქვს დასახატი და დღეს რომ სულაც გარდავიცვალე, უნდა დავხატო. და ყველაზე უსაც მას მიშვება საქმეს არის რომ მიძნელებს რომ დღეს არის ხუთშაბათი და დღევანდელი დღე არის ჩემთვის კვირა. ანუ რომ ვისვენებ დღეს რომ სახლში ვარ და ეს დღეები ხელია ვერ შევავლე კარგად სახლს. ცოტასაც ჩაუყრია. მუშაობის გამო იმდენად ძირფესვიანად არ მაქვს დალაგებული დღევანდელი დღე ეგ ჩემთვის. ხო და სავარაუდოდ მაგას არ გავაკეთებ, მაგრამ რაღაცა მაინც უნდა გავაკეთო, ხო, ანუ ვიზუალურად რომ მოვკეხო ეს საქმე. ხო და ეგ უნდა გავაკეთო თან დავხატო. და ეხლა რატომ მოვედი გვიან? დილას როლაშეს ბუძელნიკმა დარეკა, მივხვდი რომ 7:30 იყო. ხო და აი ეს ჩასაცემი ისე მიყვარს ხალხო, აი იცი რას ვაკეთებ ხოლმე, უბრალოდ აი მცხვენია რომ ყოველ დღეს როგორ გეცვას, აი ვიდეოში ახლა გადავუხვიე იმას, მაგრამ გეტყვი. აი დღეს ახლა ამ წამს ჩავიცვი. დღევანდელი დღე თუ ძალიან არ ამოვიგანგლე დღეს, ხვალიც მეცნება რა. ხო და ძალიან ბოჭო გამიკეთები ისე რომ საღამოთი გამირეცხია, როდესაც გამათბობელი ჩართული მქონდა. საღამოთი გამირეცხია და მეორე დილით იგივე ჩამოს. თან ამას უთუ არ უნდა, ყველაზე მაგარი. ხო და უბრალოდ ცხენია ხოლმე რომ ადამიანები ხო გეტყვის შვილო არ იცვლი. და მაგიტო ვიცვლი ხოლმე. ხო და რაღაცა გადახვევა გავაკეთე და ეხა ის დამავიწყდა რაც გავაკეთე გადახვევა. მოკლედ უხალ დავჭიქი დავიწყე ხატვა დაახლოებით 12-ზე პირველი იყო დაწყებული და რაღაცები დავხატე და აი ადექიმანან რაღაცების თქვენი დავხატე ვითომ ცოტა გამოვიფხიზლესავით, მაგრამ ვერა
ვერ ვაიძულე თავი რომ ხაზი ჩამომესვა და საერთოდ რამე კამი გამეკეთებინა იმ დონეზე ვიყავი დაღლილი და იმ დონეზე მეძინებოდა. და ეს ყველაფერი აისახება ხოლმე ნახატზე, რა თქმა უნდა. ამიტომ ადრეც მithქვია და ეხაც ვამბობ, რომ მე თუ ნახატი არ მსიამოვნებს, იმას არც ვიღებ შეკოთას და არც დავხატო, ხო? მაგრამ რადგან მე ამ საქმეში ვარ შეჭრილი, სეზონურია ეს ბოლოზალისები და სულ რავი ფეხი გავშიკო, მაინც ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ ეს სეზონურად აიტან ადამიანი თან შესაბამისად როდესაც გჭირდება თანხა პერიოდისთვის, კი გადავიხადე თურქეთის ყველაფერი, მაგრამ მაინც ეხლა სავარაუდოდ ხვალე მე და ბარბარე წავალთ შოპ-მარინაში, ჯერ მაგათი Facebook გვერდი უნდა გადავამოწმო რა ხდება. რა თქო შაბათი კვირა არ მინდა სახელიდან გასვლა, აი არ მინდა. დღეს ვაპირებდი, მაგრამ ვარ. ხო და დილას რომ ისავთენი ვავდექი ბუძელიკვა, ხო ბუძელიკვა დარეკავით ფლაშებს. მივხვდი რომ 7:30-ია და იმასაც მივხვდი რომ 1 საათი კიდე შემეძლო ყოფილიყო, იმიტომ რომ რაღაცებს ვაჭროდი რა კაი ჩაი და კარაქია პუშკი და რა გამზადება უნდა მეთქი. ხო და დამიჯდა ეს ძინარის თავში, ტვინში. ზუსტად 8-ის ნახევარზე გავიხვიძე. ანუ 1 საათი მეძია. 8-ის ნახევარზე გავიხვიძე, ავდექი, მეთქი გამომზადე, ბავშვები გავახვიძე, სანამ ადგებიან ხელპირი რაღაცა. ავიტანე ჩაი, კარაქი, პავიდლო, გლაზოკები შეუწვიუცბა ტაფაში რაღაცა. ავიტანე ყველაფერი, ავიტანე მაღლა. ოთახში დავულაგე ნინო პირსიბა და მეთქი ჩქარა მოდი რომ ხესა თმები მეთქი შეიკრავ, ვერ იკრავს მყარად თმებს და გავუკეთე თმები დავუცხი საჭმელი და ეხლა მეთქი წადი ეხლა თქვენ წადი კი მე ხალათ კარგად მზადებოდეთ მეთქი და აი არასოდეს არ მიქნია ხახ ამდენი ხნის განმავლობაში არ ვიცი არ მე არ მახსოვს შეიძლება ოდესღაც გამიკეთებია მაგრამ ჩემს ლექსიერებში არ არის ეგეთი რაღაცა რომ როდესაც ვარ სახლში და მაქვს ესეთი დასვენების დღე ერთადად ვცდილობ ხოლმე რომ თან საქმეც გაქვს თან დასვენების დღე თან დასახად ვცდილობ რომ დილით ადრე რაღაცა საქმის მოვითაო რაღაცა და მე დასახადს მივხვდი მაგრამ არა ჩემს თავს ასეთი რამე ვუთხარი. ოპასკა მინდა, არ მინდა პასკა. ყავს და უნდა მარტო. ჩემს თავს ვუთხარი ასეთი რამე, რომ აბა წადი და წეკი დაიძინე ხა. წავედი ხა და აი მე დავღარი არა უშუალოდ დავალეკო. 8 საათზე დავიძინე. აუ ფისოებოდა, კატებოდა, დავალებოდა ყველაფერი გაჭმევდი. ხო სანამ დავწვევდი, გამოვუშვი ისა. აქულა ფიცარი დაუდო თვალ ძაღლები შემოდიან და ერთი კათამი გარეთ მყავს. დავწეკი. ეხლა ვფიქრობ დამეძინება კი. ზიგო დამდევენ. არა და დილას ვაჭამი მართლა, ოღონდ მართლა ვაჭამი. თვალები გაგიწმინდეთ. მე უხდება ეს. და რა შეიძლება გასარეცხე, ზოგი გასარეცხე, ზოგი გარეცხე. ჭიქები მაქვს რაოდენობის რომლებიც თან მარტო ჩემია. და ვერავინ ვერ ეხება. წავედი დავწექი და ხო კარგად ხართ. არ შემოხვიდე შენ. არ შემოხვიდე. ახლა განახე რა ხდება ტერიტორიაზე. აი ყველაფერი ალაგია ყველგან. ფეჩი ავარ თვითონ შემცივ და საერთოდ მე ჩავაგ. და ეხა თან ვერ ვიძინებ ხოლმე რატო იცით? 2 დღეა ეს ტელეფონი ორჯერ დავაგდე ძალიან ძლიერად. და მგონია რომ უნდა ბოლო მოუღო. თან ორივე ჯერ აი იმაზე აივანზე დამივარდი.
თარო ხმაურობენ და თარო და დადიან რაღაცა მაინც ხო გესმის მიუხედავად იმისა ხო არ ხმაურობენ არ ყვიროდნენ და არაფერი მაგრამ იმდონეზე მეძინებოდა რომ წავედი დავწექი ანუ არ მეყო მკვდარი დავდიოდი ანუ ვიზუალურად საერთოდ არ მეყო ძილი და აი ძალიან გამოთაყვანებული ვიყავი და იგი ერთ დავალაგებდი და ვერაფერს ვერ ვიზავდი ხო და ერთი ჩემს ბუძელნიკზე არის ნინოს წამალს რო ვალევინებ ხოლმე 9-ის ნახევარზე სვავს და ერთი ეგ ისა ვქენი რა თვალები აწუხებს და სათვალებინ და გავიკეთო აი ეს თვალი რო გავიგე რომ ნინო შემოვიდა დალია წამალი იმიტომ რომ გაიგებდა ხმას ან მამის ლაშა ეტყო და ავიღო სათვალე აქ ხდება საოცრება ყველგან ყველაფერი ალაგია ხოდა მოკლედ წავიდნენ და აი როგორ წავიდნენ ანუ 9-ის ნახევარი რო გავიგე და ბუძელნიკი გავთი შეწამლისა მე საერთოდ ვეღარაფერი ვერ გავიგე ან კარი როგორ გაიღო ეზოს კარი ხმაურით იღება ხოლმე როგორ და საერთოდ მოკლედ მოვკვდი რო იტყვი ვირა კაი ესე კაი გებრიელის სიზმრებიც ვნახე ძვირფასად სულ აი იცი როგორი სიზმრები ვნახე რომ მე ხო მეძინა და რომ აი ესე ასტრალში რომ დაალაგე ყველაფერი რომ გააკეთე და ძვირფასად რომ ბედნიერი რო ხარ და ზუსტად მაშინ აუ კოკი შენ ემწუთას ჩუბად იყავი ატყდა ეხლა ამოკლედ საქმე მქონდა გაკეთებული ფიქრით გავიღვიძე ეხლა 11 საათია ზუსტად 11 საათია და ერთი ის რომ აი ძალიან დასვენებული ვარ რა მეძინე ხა როგორ არ გეძინა ადამიანი რომ 9-ის ნახევარზე დაწექი ისე 2 საათი რაღაცა წუთები გეძინა ნუ 2 საათი აი იმდენად მეყო თან ძილით ძილია ხო შეიძლება აი როგორ გვერდზეც დაწექი ესეც ეს ეხა გამოვედი და აქ დამხვდა რაღაცები პატარა ამაგიდაზე ვმუშაობ ხოლმე ანუ საროჭოს ამაგიდაზე ვხატავ და დამხვდა ბანანი ერთი ცალი შევჭამე უკვე კოკი და აი ამ მითით მივხვდი რომ იყო ლაშას დეიდა მოსული და დავურეკე. ლაშას დეიდა თბილისში ცხოვრობს და აქ მუშაობს ბაღში. მასწავლებელი ბაღში. ხო და ესე პერიოდულად ძალიან ხშირად მოდიოდა და დრიდი თითქმის ყოველდღე მოდიოდა ხოლმე აქ, მაგრამ ჩვენ რო გავდივართ ხოლმე, ანუ სანამ ის მოვა, ჩვენ გავდივართ და ხო კეტავთ ყველაფერს და ფიზიკურად. ხო და დღეს რო იცოდა რომ სახლში ვიყავი, ამოვიდა ადამიანი, თურმე. ამით მივხვდი. და დავურეკე რა. არ მიპასუხა და მალე გავთიშე რომ ხა ბავშვები ხმაურში ბაღში რას გაიგებ. თუ ვერ გაიგებ, ხო ჩაუბჟირებდი ტელეფონს და დამირეკა თვითონ. მეთქი მოსულ ხარ დეიდ. ხო, მოვედიო. არავინ არ იყო სახში, ანუ იმად გაასწრეს, რომ ლაში ხო ეტყოდა რომ ზდიდა. მოვედიო, ვიცი რომ სახში ხარო, მაგრამ სახში არ ახარო. არაფერი არ არის, ყველაფერი ცარიელიაო. ჩამოვედი დაბლა კოკი. ქათმებთანო. გავედი, გამოვერა, ანუ ეხლა თან ალბათ წარმოიდგინე რომ დაბლა ვეგდე სადღაც. რაითო და რომ ლოგიში ვეგდე. მე ვიფიქრეო რომ უეჭველიო ესაო წამოწებოდაო დაიძინებდაო რა რომ ეს საროჭკები 1 2 3 4 5 საროჭკა მარტო აქ მილაგია და 3 შიგნით აი მე 6 აქ მიდევ უეჭველიო ესაო და შემოვედი ოთახში და აი მოკუნტულს გეძინაო და არ ეგრევიო გავიპარეო არა და მე რო დღევანდელი გამხსენებოდა რომ იყო ხუთშაბათი იმიტომ რომ ვიცი რომ ყოველ ხუთშაბათს ადამიანი ყოველთვის მოდის. ხო და შენ კიდე წახვედი და დაეგდე ხალო? აი ეგრო გამხსენებოდა მე არ დავწევდა. მაგრამ აი ბავში არ გახსოვდა რომ დღეს იყო ეგ დღე და შეიძლება დაიდა მოსული იყო. მოდი გამოეთვლი, მოდი. ჩამოდი ძირს, ჩამოდი.
შავი კატა ხო არ არის აქ? ხევი არ აგაფშეკილოს. შენ რატო იცი რომ არ დაგამაცადო? შენ რატო იცი რომ არ დამაცადო არაფერი და როგორ მიყვარხარ? ვაიმე, ერთი მინუსი რა აქვს იცი? ვერაფერები, აი ვერ მოუჭერხებს და ვერ ჩაჯმუჯნი ამ დებილ ბავშვს, აი. ვაიმე, მარტო ისე შემოვიფარგლები ხოლმე ჩავკოცნო ისე. ვალა, პატარა არის და ვერ ვეხუტები. ვერ ვეხუტები საერთოდ, ნოკმე. ძაღლ. ჩემი სიცოცხლე და ჯეკეკ და შენ ხმარ გამქო. არ მიკმინო იცოდე, თორე გაგებიცებ თუ ჩახოხბილი არ გავაკეთო შენგან. და ეხლა რაზე მივხვდი რომ ლიანა იყო, სანამ დაურეკავდი. ჩვენ ხო თურქეთში მივდივართ ორ კვირაში. ნუ მე ორ კვირაში უკვე იქ ვიქნები. არა. ორ კვირაში არა. მეორე კვირის სამშაბათს მივდივარ. ეხა არა, მეორე სამშაბათს რა ძლივს თუ. ხო და მე ვაპირებდი წამიღო ჩვეულებრივი უთო. უთო ერთი ეგეთი რასაც ავხმარო, ეგ მინდა რომ ნორმალურად გავიყო. არ დამჩემერია მანდ. ეხა ჩუმად იქნება. უნდა წამიღო ჩვეულებრივი უთო, როგორიც მაქვს და როგორცაც ხმარო. ჩვეულებრივი აა. ეგეთი მაქვს უახალი მეორე. ხო და ერთ რას დავტოვებდი მიუხედავთ იმისა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გავაუთო და ყველაფერი გავამზადო, რადგან 10 დღე დაახლოებით 9-10 დღე ვტოვებ და უნდა ლაშასაც ნინოსაც ყველაფერი ჰქონდეს. ბიძინა ამოვა ჩემი მამამთილითან, ნინოსთან იქნება კიდე. იმ პერიოდში, როდესაც ლაშა სახლში არ იქნება. ხო და ნუ ხო უნდა ადამიანს, რა ვიცი, თუ რაღაცა თვითონ ხა ლაშას გაუთოვება არ ესწავლება. რაღაცა იცის ხოლმე რა, ანუ თუ ანუ არ რუსახში არამე დამავიწყდა, იცის ხოლმე უცბად ხელის წაკვრა თუ უნდა რა. ხო და ვიყოს თქო მაინც სახში. და უნდა წამეღო მეორე. და ლიანამ გამომიწერა უთო. პატატინა უთო. მანიკურებს არ შეიმჩნევს, უნდა დღეს ყველაფრის დღე მაქვს. ფარჩხილები მაგ განადგურებული. გეტყვით რატომაც. მე მივხვდი, გვიან მივხვდი. გამომიწერა უთო, ესეთი უთოების, გავსი უთოები იქ ტემუზე თუ თემურაზე არის, მაგრამ როდესაც მოვიფიქრე გამბავი სადღაც 3 კვირა იყო დარჩენილი წასვლიდან და თემუს ამბავი ხო იცით, შეიძლება 3 კვირა მოტანას არ ეყოს და რიღასთვის მინდოდა რა და რეიდას გამოუწერია უთო. წასაღები უთო, საყვარელი პრაქტიკული უთო. ეს წყლის ზომა, რომელსაც ყოველთვის ვაგდებ ხოლმე, ყველა უთოსაც. ხო და ჩავთეო ერთი რაც ვიცი და გაცხელდაო, მაგრამ ანუ არ დამიტესტიაო რა და ეს ნახეთ გეხვეწებით რა. წყალი სად უნდა ჩავასხა? აი ეს სტეპცელში შესაერთები. რაღაცა ჩხარუნო არა. ეს შიგნით თვითონ ისა. ანუ ორ თქლსაც იმაშვება, აჩვენებს აქ. ეს ალბათ ისე იქნება, მე ხა რომ ვაუთოებ ხოლმე ორ თქლის გარეშე ვაუთოებ ალბათ 1%, და ან ჩემს ვაუთოებ ხოლმე იმით. ორ თქლით და სულ ისეთზე მაქვს გადაწეული ეს პნოპკა, რომ ჩემით დაწოლა არ უნდა რა, პერიოდულად თვითონ ორ თქლავს ესე და ეს არის მაგისი მაჩვენებელი და აქ აჩვენებს რომ დაასხავსო, ალბათ აქედან. ხო რა ვიცი აი აქ. ხარას დაასხავ. აქ აჩვენებს კიდე წყლის ჩასასხმას, რომელსაც მე იქ ვარაუდით ვასხავ და თან იმავე ჩავაგდე. ვარაუდით ვასხავ ხოლმე, მაგრამ ეხა იქ ვარაუდით ჩასხავ, რომ ისედაც ეთყობა ვიზუალურად გამჭვირვალე, ეგ ადგილი გამჭვირვალე აქვს, სადაც წყალი ჩადის და აქ აშკარად ამით უნდა გავისაზღვრო და ხა იყოს რატო გადავაგდებ, გავიგე 2 ლიტრს ხوار ჩავასხავ. ხო და მე დავტესტავ აუცილებლად ნახავ დეიდას საჩუქარს, ან ყუთს რა ვიცი არ გადავაგდებ, ან რა თქმა ყუთი ავას ტანსაცმელებში გავახვევ და ისე წავიღე. ძალიან საყვარლობაა და ძალიან პრაქტიკული. ბატონო. მე დავტესტავ და ვნახოთ აუცილებლად. ეს არ ვიცი სადღაც
თემოდან არ გამოუწერია, ანუ აქ საქართველოსდან გამოიწერა, საქართველოს რაღაცა ინტერნეტობა გამოწერის საიტიდან და თუ კარგად მახსოვს 35 35-დან 40-მდე მითხრა ეხლა 55-მდე კაცავად, აი 5 მახსოვს და 35-ია, 45 არის. აა 35-ია. ხუთიანი კარგად მახსოვდა და მაგიტომ მოკლედ დავურეკე რა თქმა უნდა მადლობას ვეთქობი აბარას ვიზავდი და ასე უთო ბაბს წასაღები უთო ეხლა მე ერთი კვირა ყავდა ვიმუშაო მომავალი ოშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლი და მე მიწევ სამშაბათს წასვლა და ეხლა იმ ოშაბათს წავიდე არ გადამიწყვეტია და სავარაუდოდ არ სავარაუდოდ წავალ იმიტომ რომ ხო უნდა მოვწესრიგდე სავითი ხა ისედაც მოვწესრიგდე ზოგადად არ მიყვარს როდესაც ბოლო წამს სადღაცას მიდიხარ და ბოლო წამს ჩაალაგებ მიუხედავად სხვა საქმეებზე ვიცი ესე ანუ სანამ რაღაცა ესე რომ ვიტყვიათ კვერცხი მოაწובה ეგ მომენტი მაქვს სანამ ეგ არ მოხდება ხოლმე რაღაცას არ ვაკეთებ მაგრამ ამ ხრივ იცი რა ვიცი ხოლმე ეხლა მაგალითად ბარბარესაც წავიყვან რაღაცებს რო ვიყიდი რომ გავრეცხავ ყველაფერს და დავაბინავ და დავკეცავ, არ ვიცი ჩალაგება. არასოდეს არ ვალაგებ, რომ აი ესე ავდგე და ეს ჩავდო, ეხა ის ვიყიდო, ეს ჩავდო, არა. აი ესე საწოლებრო მილაგი, ანუ მზითვის ეგრეთ წოდებული, იმაზე სარიელია ხოლმე მაგაზე არაფერი არ დევს. ეხა დევ. და ვალაგებ მაგალითად მაიკები, ბარბარეს შორტები, რაღაცა იუბკები, იონეს იუბკები რაღაცა და შორტები და მოკლედ ასე შემდეგ და ანუ ვიც მივდივართ. ცეკვის ფორმები ეს ყველაფერი და ესე ჩამადას რო გავხსნი, ანუ აქ უნდა ყველაფერი. კოკი, ხო გამოშვებული ხარ. მოდი ჩემთან, მოდი. მოხვალ ჩემთან. მოდი. მოდი აი ესე, მოდი. მოდი აი ესე და გიჭიროთ. მოდი. კოკი, აი აქ, მოდი. მოდი შემოლავაზე, მოდი. დებილი. ხო და ანუ მე ვიცი რომ ჩამადას რო გავხსნი ჩემოდანია თუ ჩამადანია რა ვიცი რაც არის ერთი აზრი აქვს უკვე ყველაფერი დალაგებული უნდა მქონდეს და ყველაფერი გამზადებული და უნდა ავდგე და ჩავალავ ანუ ის რომ აი მე ნეტა ეს ჩავდე არ მაქვს ხოლმე ეს მომენტი იმიტომ რომ ყოველთვის გადავამოწმებ და ერთად ვალაგებ ან ჯერ ერთ რაღაცა ჩავდო და მე მეორე ვიყიდო და ის ჩავმატო არა არ ვაკეთებ მაგას არ გამიკეთებია ჯერჯერობით ხო და ესეთი თემაა და რო ჩავალაგებ სავარაუდოდ უნდა ვიყიდო ერთი ჩემოდანი კიდე ფასები მე მახსოვს ამაში რომ მივეცი 100-ზე მეტი ანუ 120-მდე მახსოვს ეხლა რო დავაფასებინე ის ბარბარე რო ცეკვის რაღაცებზე რო ვიყავით რო დავაფასებინე 90 ლარი მითხრა ეგზომა დიდი დიდი აღარ მინდა და ეხლა დიდად განსხვავება მეთქი მაგაზე პატარაზე მოგატყუებ და არც ფასი 10 ლარით არის ეგ არის სამეული ანუ შეგიძლია სამეული იყიდო ერთნაირებია დიდი პატარა ის და ერთმანეთში იდგა მაშინ რა და მე არ მინდოდა დიდი ივანე მაშინაც ბაკურიანში და მაშინ ჩაეტია და ბაკურიანისები ჩაეტია სამი კაცის და დაჟე მეოთხეს იმიტომ რომ მაშინ ნინოც მყავდა მაგრამ მაშინ ერთი წვილი ფორმა ჰქონდა და იონეს ეხა თუ არ ვწდები უნდა წავიღოს სამი ფორმა, სამი ჩოხა და ჩოხა არ არის თხელები, იცით თქვენ ჩოხის ნაჭერი და ანუ ჯერ ეს უნდა და მოკლედ. თან თუ უთოს თუ წავიღებ ჩავკეთო. ხო და მინდა რომ ერთი ცალი ეს პატარა არა, პატარა რო შევხედე არ იყო ისეთი საშუალო ზომა ვიყიდო. და წავიღე. ნახოთ. ეგ არ გადამიწყვეტია, ფიქრობ უბრალოდ. იმიტომ რომ რაღაცის წაღებაც მინდა. ხო და ეგ რაღაც არის რომ წავიღებ ჯერ არც ის არა მაქვს დამთავრებული. დამჭირდება უეჭველი. კაია შუადღის ყავა, დილის ყავად რო გაასაღო ადამიანმა. ესეც ესე მოკლედ მოგიყევით უცბად ჩაგირაკრაკეთ ჩემი ამ დღეების სიტუაცია. დღეს 1 მაისია რა მაგარია. ესე ისე გადის დრო რომ რა იყოს. ისე გადის დრო. ეს ამაში უნდა ჩაგედო გოგო. მაგრამ ხო უნდა დავწესტო მე და ხო დავდებო.
ძალიან მალე გადის დრო, ძალიან მალე. და აი ყელში ამოვიდა ეს წვიმები. გუშინ ამ დროს ჯერ ისევ წვიმდა სამსახურში ვიყავი. გუშინ მთელი დღე ისე მეზარებოდა, რომ რა იყოს, იმიტომ რომ ეს დღე ძალიან ისე მომიყვა გვიანდა ძინება რა და აი იქით რომ მოგორ მიდიოდი რომ მეთქი აი მომაწოდეთ თევზი რომ მე სხვას მივაწყდო აი ეგეთი თემა იყო. აუგუსტში გავწარდი მაგრად საერთოდ ესეთ რაღაცას ვთხილი ვარ ხოლმე, მაგრამ ეხლა რასაც ვუყურებ ჩხილები, ყველა ფრჩხილი მაქვს ძალიან დაბალზე დაჭრილი, აი ძალიან დაბალზე დაჭრილი, აი ფაქტიურად იქით რომ ანუ კანია რა, ვეღარ დაიჭრა. და მეთქი ცოტა გამიმაგრდეს, მაგრამ ეს ფრჩხილი ჯიუტად იფრცქვენება. ანუ კი არ მწყდება და რაღაც. არა, ფრჩხილი მაგრად მაქვს, მაგრამ აი ესე, ფენა გითხარით კიდეც. ის მანიკურიც ამაქვს, ხო შეიძლება დამიწერო რაღაცა რაღაცა ქვია. მაქვს ორნაირი მაქვს. არ მშველის. იოდი წავისი არ მშველის. სოდიანი წყალი მითხარით არ მშველის. მარილიანი არ მშველის. ახლა თან მარილიანი იქ აი რომ მუშაობთ, იქ მარილში გვაქვს საქმე. აი ფაქტიურად მარილში მაქვს ხელები მთელი დღე ჩაყოფილი რა ასე. მარილწყალი, თევზის დამარილება, მარილიანის გარეცხვა, ანუ სულ მარილში ხარ რა ძირითადად და მარილია უნდა მეკრეს იოდი. თან მარილია ჩვეულებრივ ის პატარა ტომრებში. ხო და ანუ არაფერი არ მშველდა და მე რევცბად. ვიცით რა გამახსენდა ხალხო. და 99.9 არის მაგისი დამსახურება მე რო ფრჩხილებ ესეთ დღეში მაქვს. სადღაც 2 კვირის წინ მე გამითავდა ფეირი. და ჭურჭელი მქონდა დასარეცხი და ლაშა თბილისში იყო, ანუ ის ადგილას იყო, რომ ამერიკა ფერი წამოიღო, შანსი არ იყო, რა ხა კი ხა რაღაცა წავიდო და რაღაც, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, რომ მე ვიფიქრე მარტოებში რომ შემოვა მეთქი ქიმიის მაღაზიები გვაქვს. ჯერ ისედაც ყველა მაღაზიაშია, მაგრამ კონკრეტულად ქიმიური რაღაცები სადაც იყიდება ეს სარეცხის საშუალები და ყველაფერი ჭურჭლისები და სულ ყველაფერი არის ერთ სივრცეში და სუმად მიდის ხოლმე და მარაკს მანდ ვავსებ და მეთქი რომ შემოვა ვეტყვი და შეირის დათოსთან და მოიტანე თქო. დამავიწყდა. მე ხო იცი რომ დაგავიწყდა და მე უკვე საერთოდ ანუ იმაში ჩავასხი ჟელე, რომელსაც ყიდულობთ 5 ლიტრიას, ალბათ 9 ლარად ან 10 ლარად და მაგას ხმარობ ხოლმე ქვაბებისთვის და ესე გარე სამზარეულოსთვის, ესე რაღაცა სეტკები როა, მწვადი რო იწება შამპურებისთვის და ესე შავი საქმისთვის და კარგად რეცხავს. და ნუ ფერს არ ვაფუჭებ ფერს იმ რაღაცებზე რა. ძირა ჭურჭელი და ფეირი რო გამითავდა და ეს რო ვიფიქრე ამ ფეირის პატარა იმაში რაშიც ერთჯერადი ხელისაპნები რო იმაში ჩავასხი რომ ძალიან ადვილია იქიდან ბუბკაზე გადმოტანა ჟელესი და მეთქი ჩავასხავ ამ ჟელეს ცოტა ხანი თქო და ანუ ეს რო ჩავასხი და დავამთავრე რომ გონებიდან საერთოდ მომივარ და რომ იქ რო ჟელეა ის ფეირი არ არის დავიწყე მესხმარება ჭურჭელს ანუ ჭურჭელს ჩვეულებრივ რეცხავს ჩვეულებრივ ხა ფეირივით აი ესე სუკაფი და რაღაცა არ არის მაგრამ ხშირად მოკლედ დამავიწყდა რომ მე იქ ჟელეს ფეირის ნაცვლად მე მქონდა ის ჟელე ადრე ესე მომიღო ბოლო და ვერ ხვდებოდი რატომ მაშინ მაგას ხმარობდი ხოლმე და მაშინ ნანი მითხრა შემატედავთ რომ მოაშორე ეგ მაგედან და ჭურჭელზე იხმარე ფეირი და ვნახოთ რა იქნებაო და მართლა მასე იყო ხა პირველ დღე და მეორე დღეს აღდგა მეთქი არა მაგრამ გაიზ ანუ ჩხილი აღარ წავიდა დაფრთხაში რა აშკარად ხელებს ასე თუ ისე ხა როგორ უნდა დაიცვას მაგრამ ეს რაღაცა ეთქვა ძალიან უბედურობა ხო და ისა მაგანი იქნა და გუშინ ვიყიდე ფეირი დღეს რომ მოვიწეს რიგებ არ ვიცი დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს და აი რა არ ვიცი როგორ რანაირად რას ვიზავ ხო და ისა რომ მოვიწეს რიგებ ჩხილებს ერთ სიტყვით თან პარალელურად მაგით უნდა ვრეცხო უკვე რა და ეხა თადარიგს დავიჭერ ხოლმე იცი რატო გამითავდა მე დიდი ბოთლი ტყიდულობ ხოლმე და გამაქვს მარანში რომ არ ტყილა არ ვდებ აქ ანუ იქ კუხნაში და ამ ერთჯერად საპნის ერთჯერად კი არა პატარა საპნის ეივონის საპნები მაქვს ხოლმე რომელსაც თევზებზე და ნივრიანზე და ეგეთებზე ხმარობ და ძალიან მაგარია რა და ეგ გამითავდა ერთი ცალი და
იმაში ჩავასხი. ხო და რო ჩავასხი და რო გათავდა, ანუ ის რო გადავდე, ვერ მოვტვინე, რომ მარაგი მქონოდა და ეხა მანდვე დავიდებ, რა უყო თვალში მომხვდეს. მანდვე დავიდებ, რომ დავინახო, რომ ფერი რომ ითავდება და ბოლოს რო ჩამოვასხავ, იმ წამს უნდა ვიყიდო. იმ წამს ჯერ გუშინ ვიტყვი, რომ 2 გეყიდა, მაგრამ რა ხორი ხوارა. ხო და გუშინ რო მაგ საქმეს, ანუ ნებისმიერ საქმეს ვფრთხილობ. იქ არა აქ სახში და სამსახურში მნიშვნელობას ახლა სამსახურში საერთოდ არ ვაკეთებ ისეთ რაღაცას, აქ რო ხერხი მაქვს ხოლმე ჩართული, ხო? ანუ საერთოდ გარტყმაში, ანუ ერთმანეთში საერთოდ აი ესეც არ მოდის. იქ ვიჭირავ თევზი და აქ ხერხი. ხო და სკუმბრიას ვამუშავებით რა, წლავდი სკუმბრიას და ესე მუცელს რო უჭერთ, ის კარგად უნდა, ანუ ყველა პროცედურა კარგად გახდეს თქვენი ცნობილი, მოკლედ თიც შემოусმევ, რომ აი ეს ყველაფერი ხერხებლიდან კარგად გამოიტანო და უნდა იდეალურად გასუფთავდეს, აი ნაწლავის რაღაცა არ უნდა დაგრჩეს და ძალიან სწრაფად ვაკეთებთ უკვე მაგას და არასოდეს ეგეთი რაღაცა არ გქონია, ანუ ზემოთ ხრიდან რომ ვუსმევთ, ანუ ფხაესი არ აქვს, ანუ ვერ ჩამოვარტყავ, არ არსებულია. აქედან შეიძლება გააფუჭო, თითი გეტკინოს, იმიტომ რომ ან გატეხილი იყოს ფხა ან რაღაცა და რა. ანუ იქედან სულ ყოველთვის ფხები არის ესე, რომ თან მოაყოლებ რა, ანუ არ ვიცი რა იყო. და აი ესე რატო ხონდა და ამით არ ხმარობ ხოლმე ზოგადად, აი ამით ვიწყებ. აი ესე რომ ხონდა და ამაში 2 წველი ხელთათმანი მეკეთა და ხარ რეზინს ხელთათმანები იცით უბრალოდ ფხასრას დაიჭერს ის და მივხვდი რომ მეთქი იცი როგორი შეგრძნება მქონდა აი თიც კი აქ ჭხილს რომ რაღაცას გაარტყავ და რო გგონია რომ აგეხადა ჭხილი ხო საშინელი შეგრძნება და ესე მოჭრება მე ფთხილი მოვირტყიმე ჭხილი რაღაცას ჩავარტყმე და თან ვფიქრობ რა ზრისთვის ჩამეტყ თქო ესე და თან აი რო არ გინდა დაიხედო რომ გგონია რომ ჭხილი არ გაქვს ეგეთი მომენტი და მოვიძრესენ დავიხედე რა ვიცი არაფერს არ მაქვს ჩამორტყმული და აქ შუაში დავინახე ფხამაკ ცოტათი მაგრამ გამოშვერილი და აუ ეს თან იცი რა გაკანკალებს აი მე ჭხილთან ეგეთ რაღაცებთან ცუდად ხდება აი მაკანკალებს მოვკიდე ხელი ვერ ვადებ მისრიალდება ეს ძველი ხელი მაქვს რაღაცა და დედა მითხარ რომ ჩანთის ჯიბეში გაიქეცი მაქვსო პინცეტიო ხო და მე ვერ ვნახე მე თვითონ მომიტანა ისევ და დავიბანე ხელები რაღაცა რომ არ გამისრიალდეს მეთი და მოვკიდე ხელი ხახუნა სანტიმეტრიანი 1 სანტიმეტრიანი ფხა მქონდა ჭხილსა და კანშორის შუაში ასე გაკვეხებული ვაიმე ეხაც იქ გვაქვს ყველაფერი სადეზინფექციო და სულ ყველაფერი და ბეტადინიან ყველაფრიანად თქვა კისრის ფიქსატორიც გვაქვს რო თუ მოიტეხეთ ანუ ეგეთი რაღაცა არის და იმ წუთას ისავქენ და დაჩირქებული საერთოდ აი მიუხედავად იმისა ხა თევზია ხო ის რაღაცაა და შეიძლება დამჩიგება იმიტომ რომ რამის ისედაც 1 სანტიმეტრიანი მაქვს ჭხილი რამის ნუნამდე მივიდა ის აი რამის ზემოდან ვეტყობოდა რომ ესე ხაქონა გაკვეხებული კიდე კაი არ ჩატყდა ის და რომ მოვკიდე გამოვიდა ხო და ისა დავიმუშავე რაღაცა გავიმშრალე კარგად ვერ რა ვიცი ფელჩატკების ოქენი მამაში წყალი არ ჩამევიდეს მეთქის ბინძურიტის თევზიანის და ვერ დავწყე ამ ხელ რა ვიქნა ახლა აქეთ მეთქი უნდა გავისაუბრა და მეგონა რომ დამისივდებოდი იმიტომ მეწოდა საშინლად მე ის რომ დავიმუშავე ხა იმაში ხო შევიდა ის მეწოდა სვესები ფეთქავდა ხელ და ეხა უბრალოდ რამეს რომ გავარტყავ ხვდები რომ ტკივა ეხა იმიტომ გამახსენდა წევა მიცვეთ ისე შესიებულიც არა მაქვს და აი ეს თვითონის სადაც მქონდა ეხა წვიდა ტკივა რა თქმა უნდა მაგრამ ანუ დაჩირქებული აქამდე შეატყობდი სიციკლე მაინც ეკნებოდა არაფერი არ აქვს გავს ისე რომ მოვედი ძვირფასად და იდეალურად ეხა ხარ უნდა გემშვიდობებით 12-ის ნახევარია კაი იყო თქვენთან ჭორაობა და დროის გატარება მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო აი რო ვიყურები ფიქრობ რომ წადიმა და წადი დაწეგი და იძინე ქალო მართლა არ საიდან დავიწყო და პლუს უნდა აუცილებლად დავიწყო და პლუს აუცილებლად უნდა დავხატო რადგან ლაშას ვკითხე რომ მეთქი რომ მეძინებოდა ძალიან რომ ხალე კომპიუტერი გჭირდება თქო მაგის კომპიუტერი და ვხატავ დიდი ეკრანი აქვს მაგას და მიადვილდება რა აუცილებლად ამით
ჯერ ყოველთვის მჭირდებაო და თან ეხლა ყველა ვარიანტში მჭირდებაო, რომ ვიფიქრე რომ თხო მეთქი დამიტოვოს თუ არ მჭირდება და დღე დავხატავ და ამიტომ ავდექი და 1 2 3 საროჭკის ვიზუალურად, ანუ კონტურულად იქიდან გადმოვიტანე რა, ანუ ჩავხტე და ეგ გადახატვა მიადვილდება დიდი კომპიუტერიდან, რადგან მასშტაბებს იმ კომპიუტერზე ვშლი და უკვე ვიცი როგორ უნდა გადავიტან და იმ პატარაზე რომ გავშალო პატარა რომელიც მაქვს ჯერ უნდა ცხვირი გავშალო მე ეს და მე ანუ ერთმანეთში ვერ მოყავ რა ესე ხო და არ მიყვარს ხოლმე პატარიდან დახატო ადექი და ვიზუალურად გადავიტანე 3 საროჭკის კონტურები და ეხა თუ მივედი იმ დონეზე რომ მივალაგო და მივედი იმ ეტაპზე აუცილებლად დავიწყებ ანუ სანამ მოვა კომპიუტერის სახში რომ სხვა დავიწყო ეს სამი უნდა დავადო ფერი და იცოდეთ რომ ამ სამის ფერის დადება რაც 1-6 საათის აქ ყველაზე ცოტა და წავედი ხა მე მოვალ ვიდეომდე და გეფშტობები ხალხნებ ეს არის თვის პირველი დღე და ჩემთვის კიდევ თვის პირველი სამუშაო დღე და მოვედი არ გამიცდედია გუშინდელი დღე ჩამითვალეთ იმაში შვებულებაში აბა ჰე კარგად იყავით ბედნიერი დღე ყველას ნიაკოს ანგარიშის ნომერი იქნება კომენტარებში მინდა რომ პატარა იმას ჩართვას გავაკეთებ ხოლმე ბევრი მეკითხებით ნიაკოს შესახებ და ვინც არიცით რამდენიმე ვიდეოს წინ სადაც მთლიანად ნიაკოს სურათი დევს იმ ვიდეოში ვამბობ რატო და რანაირად და რა სჭირდება და მე მეკითხებით ნიაკოს მდგომარეობის შესახებ და უცილებლად მეცვალდებული ვარ რომ გაგაცნოთ ეს ყველაფერი ჯერ სანამ ნიაკოსზე გადავალ ერთმაც პირადში მომწერა და გუშინ მეორე დაიწერა როდესაც ნიაკოს თანხას ურიცხავთ ანუ უნდა ვიყო თუ არა მითითებული იქ აი ხო არ შეგიძლია შეუბედურო შენა მოდი ჩემთან მოთახთახდი მოდი არავნაირ შემთხვევაში საერთოდ მე არაფერ შუაში არა ვარ არც უნდა მახსენოთ და არც არაფერი უბრალოდ თუ გაქვთ თქვენ პირდაპირ ის საშუალება რომ გადაურიცხოთ ანგარიშის ნომრებს კომენტარებში ჩავამაგრებ რა თქმა უნდა საქართველოსაც და TBC-საც და თქვენ უნდა გადაურიცხოთ თქვენი სურვილისმომები იქ საერთოდ არ უნდა მახსენოთ მე იმიტომ რომ მე არაფერ შუაში არა ვარ და ეგ კი არა რამდენიმე იმიგრანტმაც ჩარიცხა ფული და დანიშნულებაში მიუხედავად იმისა რომ ჩემი სახელი და გვარით ეგზავნება ნიაკოს დედას ანგარიშზე ჩემი სახელი და გვარით ეგზავნება ის რა ქვია თანხა დანიშნულებაში ყველა დანიშნულებაში მითითებულია გამოგზავნის სახელი და გვარი აუცილებლად ასე რომ თუ ვიღაცას ეგ კითხვა გაგიჩნდებათ საერთოდ არ გკითხოთ ეგეთი რაღაცა იმიტომ რომ მე არაფერ შუაში არა ვარ მე ერთ-ერთი იმ საშუალებათგანი ვარ რასაც მარტყოფელები აკეთებენ და ყველანი თავიანთ გვერდზე აზიარებენ რისის საშუალებაც აქვთ ეგ გავაკეთებ მეც ასე რომ მადლობა დიდი ვინც რიცხავთ და ვინც ჩარიცხავთ და აი უღრმესი მადლობა 1000 მაგად დაგიბრუნოთ ღმერთმა ჯანმრთელობით სიკეთით თქვენი შვილების და ყველა თქვენი მომავალი თაობისთვის იყოს რა ვიცი გასაღები სიკეთის და ბედნიერების და ჯანმრთელობის ეხლა რაც შეეხება ნიაკოს მდგომარეობას რაც მეც მწირი ინფორმაცია მაქვს არ მაქვს დიდი ინფორმაცია და ფიზიკურად ვერ ვაწუხებ ოჯახთან ძალიან დაახლოებულ პირებს იმიტომ რომ ძნელი თემა არა ანუ იმიტომ რომ წარმოიდგინე მე ვარ 1000 უფრო მეტთაგანის ერთი და ის არის ერთი ადამიანი და ხო ხდებთ ხა ყველას უხსენი და რაღაცა და ვცდილობ თავი შევიკაო და ვცდილობ რომ გუში მაგალითად გავიგეს ერთ-ერთ პირველი პირისგან რაც რა მდგომარეობაც იყო მაგალითად შეკრიფა იქ არ ვიცი გუნდი თუ რაღაცა როისაც უნდა გადაეწყვიტა ეს ყველაფერი ნიაკოს ოპერაციაზე უარი თქვეს იმიტომ რომ არაფრით არ შეიძლება ნიაკოს ოპერაციის გაკეთება იმიტომ რომ ბავშვი არის პატარა და ის საზიზღარი ის არის დიდი რომელიც საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებს თავში და ოპერაციაზე უარი უთხრეს და დაიწყეს სხივები არ ვიცი ზუსტად რო გითხრათ ეხა სხივები რისთვის დაიწყეთ არ ვიცი
იქნებ მეთქი იმას ცდილობენ რომ ან ცოტა აბა ნახონ თუ ზომაში შემცირდა და ან დრო მოიგონ იმით რომ ნიაკო ცოტა მოძლიერდეს და ოპერაციამდე მიიყვან არ ვიცი თუ რამეს გავიგებ აუცილებლად გეტყვით ხოლმე ყველაფერს ნიაკო საფრანგეთში არის დაიწყო მკურნალობის კურსი და ძალიან მაგრად იქნება მოკლედ და ძალიან მალე დაგვიბრუნდება პატარა კურსის ჩატარებით პატარა მკურნალობით და რა ვიცი ყველაფერი კარგად იქნება წავედი ხა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით